საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა ეს და სხვა ამბები რამდენიმე წუთში. მაღალი ფასები, უმუშევრობა, ემიგრაცია, ნარკოტიკები, სიღარიბე, უსამართლოდ ჩატარებული არჩევნები, კრიმინალი და დაუცველობა. ეს ის პრობლემებია, რომლებიც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის გამოკითხვით მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლები მეოთხე დღეა გაფიცულები არიან. მოთხოვნებს შორისაა ხელფასების 500 ლარით ზრდა და რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლების სამსახურში აღდგენა. გალტენ-თაგარტის შეფასებით იანვარში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 1,4%-ით გაიზარდა და 290 მილიონი დოლარი შეადგინა. იანვარში საერთაშორისო რეზერვები წლიურად 8,7%-ით შემცირდა და 4,400 მილიონი დოლარი შეადგინა. სავალუტო რეზერვების კლება ნაწილობრივ ოქროს გაძვირებამ დააკომპენსირა. გამარჯობა, საქმის კურსი ბრუნდება პირდაპირ ეთერში, ახალ ამბებს გიგა ბენია გაგაცნობთ. ბათუმელებისა და ნეტ გაზეთის დირექტორი უკვე 30 დღეა შიმშილობს, ერთი თვეა მის დაუყოვნებრივ გათავისუფლებას ვითხოვთ. სოლიდარობა და მხარდაჭერა მზია ამაღლობელს, თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს. მოსახლეობის საპენსიო დანაზოგების მოცულობამ თითქმის 6 მილიარდ 300 მილიონ ლარს მიაღწია. 7 თებერვლის მონაცემებით დიდი ნაწილი 99% კვლავ კონსერვატიულ, ანუ ნაკლებ რისკიან პორტფელშია განთავსებული. დეკემბრის მონაცემებით ყველაზე მოგებიანი დინამიკური პორტფელი რჩებოდა, რომლის რეალური ამონაგები 15,3% იყო. საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, საპენსიო სააგენტოს დაცულობას საფრთხე არ ექმნება. მისი თქმით, დაგროვებულ თანხებზე კითხვები COVID პანდემიის დროსაც არსებობდა, თუმცა თანხები მაშინაც უსაფრთხოდ დარჩა. 99% ამ აქტივების განთავსებული არის კონსერვატიულ პორტფელში, დანარჩენი ორი პორტფელი, დინამიკური და დაბალანსებული კი 1% შეადგენს. 31 იანვრის მდგომარეობით სრული ამონაგები არის 1,500 მილიონი ლარი. სამ პორტფელს შორის საუკეთესო შედეგს აჩვენებს დინამიკური პორტფელი. დაახლოებით 13,6% იყო წლიური ამონაგები ამ პორტფელის. როგორც იცით, ამ სამი პორტფელის მთავარი სხვაობა არის აქტივების განაწილება. დინამიკურ პორტფელში დაახლოებით 55% არის განთავსებული საზღვარგარეთ აქციებში, ხოლო კონსერვატიულ პორტფელში ეს მონაცემი დაახლოებით 20%-ია. და 2024 წელი გლობალური კაპიტალის ბაზრებისთვის კარგი იყო, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატები. კანონში რადიკალური არაფერი ისეთი არ შეცვლა, რომ საპენსიო სააგენტოს დაცულობას რამე საფრთხეს უწევდეს. თქვენ იცით, რომ 2020 წელს დავიწყეთ ჩვენ ინვესტირებები და 2020 წელს იყო კრიზისიც, COVID პანდემიაც და ყველა მხარე ითხოვდა ამ თანხებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და მაშინაც იყო ბევრი კითხვის ნიშანი. საზოგადოებას ჰქონდა, მაგრამ დარწმუნდა საზოგადოება, რომ საფრთხე არ დამოუკრია არაფერს. იგივე სიტუაცია ზუსტად არაფერი არ შეცვლა რადიკალურად. ჩვენ კი იცით, რომ კანონში შეიცვალა მმართველობასთან დაკავშირებული ცვლილებები და ინვესტირების პროცესი, ინვესტირებასთან დაკავშირებული ლიმიტები, ინვესტირებასთან დაკავშირებული ყველა სხვა საკითხი რჩება უცვლელი და მიმდინარეობს. მმართველობითი საბჭოს თემა არის ახალი საკითხი, რომელიც შეიქმნება და შემდგომ უკვე მათ მიერ იქნება პოლიტიკა განსაზღვრული. საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. იანვარში სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას 696,349 ადამიანი იღებდა. მათგან თითქმის 230,000 პირი სახელმწიფო დასაქმების პროგრამაშია ჩართული, რის გამოც სოციალურად დაუცველი სტატუსი 4 წლით უნარჩუნდება. წინა თვესთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი თითქმის 6,000-ით არის გაზრდილი. საზოგადოებრივი დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირი არ გულისხმობს დასაქმებულს, რომელმაც ამ პროგრამით მუშაობა დაიწყო. ეს არიან ადამიანები, რომელთა ერთი ოჯახის წევრი მაინც დასაქმდა ამ პროგრამით, თუმცა ინარჩუნებენ სოციალურად დაუცველი სტატუსს. საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში დასვენებისგან თავს იკავებენ. 2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების მიერ საზღვარგარეთ გასვლები წლიურად 5%-ით შემცირდა. ამ პერიოდში ქვეყნიდან 1701 გასვლა დაფიქსირდა. რეზიდენტმა ვიზიტორებმა ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერში 652,600 ვიზიტი შეასრულეს, რაც 7%-ზე მეტით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით. გამყვანი ტურისტული კომპანიების ნაწილში ამბობენ, რომ ტურისტული პაკეტების გაყიდვები
ფაქტობრივად გაჩერებულია, რასაც ბიზნესი ქვეყანაში ბოლო თვეებში განვითარებულ მოვლენებს და არასტაბილურ გარემოს უკავშირებს. მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ მოგზაურობისგან განსაკუთრებით საშუალო ფენა იკავებს თავს და კლება ბიზნეს მოგზაურების კატეგორიაში არ ფიქსირდება. მე გამპანი კომპანიაც ვარ და აქ არის ძალიან ბევრი პრობლემა. უჭირს ხალხს ყიდვა, გაჩერებულია გაყიდვები და ამ კუთხით ნამდვილად რეალურად მძიმე სიტუაცია. თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეგ სიტუაცია ამერე გასწორდება. შემცირებულია ძალიან ნაკადი, ვინც გადის უცხოეთში დღეს. ეშინია ხალხს, იმიტომ რომ ფიქრობენ, რომ არიციან, ხვალ რა მოხდება, ეგ რა მოხდება, სტაბილურობა ქვეყანაში როცა არ არის, მანდ ტურიზმი ცოტა მძიმედ მუშაობს. ლავანდელი მოცემულობით შედარებით შემცირებულია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი პროცენტით არის შემცირებული, ოდნავ. ზოგადად ჩვენ ზაფხულის ჯავშნების მიღებას ვიწყებთ ხოლმე დაახლოებით მარტიდან აქტიურად. შესაბამისად, დღეს ცოტა რთულია ვისაუბროთ იმაზე, რა მოცემულობა გვექნება ტურისტული სეზონის დროს. ბიზნეს მოგზაურობით ვინც დადის და ბიზნეს ტრიფები ძალიან ხშირად უწევს. ასეთი ადამიანები, რა თქმა უნდა, ისევ ჩვეულებრივ მოგზაურობენ, ისევ დადიან, თუმცა ტურისტული ნაწილი, რომელიც არის რაღაცა უფრო საშუალო ფენა, რომელიც გააქტიურებული იყო ბოლო წლების განმავლობაში, ამათი მხრიდან არის შედარებით უფრო ჩამკვდარი, ასე ვთქვათ, ეს ინტერესი. რაც შეეხება შემომყვან ტურიზმს და დარგში არსებულ ვითარებას, კერძო სექტორის ნაწილი აცხადებს, რომ გასული წლის ბოლოდან ჯავშნები უქმდება. მათი განცხადებით, ქვეყანაში უცხოელი ტურისტების რაოდენობა მცირდება, სასტუმროები იხურება. მიუხედავად ამისა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ქართული ოცნების მთავრობის სხვა წევრები 2025 წლისთვის პოზიტიურ მოლოდინებზე საუბრობენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ძალიან კარგი ტურისტული წელი იქნება. მაია ომიაძის თქმით, საქართველოს ტურისტი კი არ დააკლდა, ოთახების მიწოდება გაიზარდა ქვეყანაში. რეალობის ორნაირი აღქმა, რა ხდება რეალურად ქვეყანაში. საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის თანადამფუძნებელი თამუნა თანდაშვილი გვერდდება საქმის კურსის პირდაპირ ეთერში. გამარჯობა, გალბატონო თამუნა, მადლობა რომ მონაწილეობას იღებთ გადაცემაში. მოკლედ, გვაქვს ორი რეალობა. ტურიზმის სექტორი ამბობს, რომ ყველაფერი კარგად არ არის, რომ კრიზისია მოსალოდნელი თუ სიტუაციის დეესკალაცია არ მოხდება. ამავე დროს ტურიზმის წარმომადგენლები საუბრობთ გაუქმებულ ჯავშნებზე, სასტუმროების დახურვაზე და ასე შემდეგ. თუმცა მეორე მხარისგან გვესმის, რომ ეს ასე არ არის. გასული წელი კარგი იყო და წლევანდელი უკეთესი იქნება. რა ხდება რეალურად? ბიზნესი რატომ ხედავს სხვას და ქართული ოცნება სხვას? მოდით შევთანხმდეთ, რომ არ არსებობს ორი რეალობა, არსებობს ერთი რეალობა და არსებობს კონტექსტი. საჯარო სექტორი ბუნებრივია ცდილობს, რომ შექმნას სურათი, სადაც ყველაფერი კარგად არის და ეს უკვე პოლიტიკის ნაწილი გახდა. პოლიტიკის ნაწილია ტურიზმიც. ტურიზმი ზუსტად ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია ეკონომიკის, რომელსაც ესეთი დიდი გავლენა აქვს პირდაპირ და არაპირდაპირ ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე. გასაკვირი ჩვენთვის ის იყო, რომ ბიზნესს შეხვდა საჯარო სექტორი, მოიწყო არაერთი შეხვედრა, მსხვილ ბიზნეს ასოციაციას და არავითარი კომუნიკაცია არ მოხდა. ასე ვთქვათ, მნიშვნელოვან ტურიზმის ინდუსტრიასთან, არა მხოლოდ ინდუსტრიასთან, არამედ მის იქ დასაქმებულ ადამიანებთან, რომლებმაც დაკარგეს სამსახური სამოქალაქო პროტესტის რეჟიმში დგანან ქუჩაში და ეს ყველაფერი აისახება ყოველდღიურ ცხოვრებაში და საქმიანობაში. თქვენ ახლა ახსენეთ სტატისტიკასაც უყურეთ, რომ არის კლება. აქ კლებაზე და მატებაზე არ არის საუბარი. საუბარი არის, რომ სად ვართ, სად ვიყავით, რას ვაკეთებდით და ახლა რას ვაკეთებთ. ადამიანები თუ პროფესიონალები, რომლებიც დასაქმებულები არიან ამ ინდუსტრიაში, ძალიან დიდ გავლენას ახდენენ სხვა ინდუსტრიებზე, მწყიდველ უნარიანობაზე. გამყვანი ტურიზმი როგორ იმუშავებს, თუ კი ადამიანებს უსაფრთხოების შეგრძნება არ აქვთ ფინანსური სტაბილურობის. მე მაგალითად მაქვს სესხი, ისევე როგორც სხვა ჩემს კოლეგებს, გვაქვს ფინანსური ვალდებულებები, გვქონდა მრავალმხრივი პროექტები, სადაც უნდა ატრაქციები გაგვეკეთებინა, ტურისტული ატრაქციები, საავიაციო პროდუქტები, ციფრული მიმართულებით. უამრავი გეგმა არსებობდა, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს, შარშან 2024 წელს, არ ვიცი რაღაცა არსაიდან მოტანილი კანონით, რომელიც არავითარ მიზანს არ ემსახურებოდა ყოველ შემთხვევაში ტურიზმის სფეროში, სადაც ფეხს იკიდებდა ასოციაციების გაძლიერება. რატომ არის მნიშვნელოვანი ასოციაციების გაძლიერება ამ მიმართულებით? იმიტომ რომ სექტორი არის დიდი, მრავალწახნაგოვანი, კომპლექსური, აერთიანებს ტრანსპორტის მიმართულებას, განთავსების მიმართულებას, გასტრონომიის მიმართულებას, მასთან
ამასთან დაკავშირებული თქვათ რეწვის ოსტატებს იქნებიან ესენი რეგიონალურ დონეზე თუ ქალაქის დონეზე. ეხლა აი აქედან გამომდინარე რომ არის ძალიან დიდი ინდუსტრია, კარგად წავიდა განვითარებას ასოციაციების კუთხით. ასოციაციებმა დაიწყეს უკვე რაღაც ერთი ქოლგის ქვეშ მუშაობა და ალიანსიც ხომ ფაქტობრივად ასე შეიქმნა. ალიანსი არის უკვე ასოციაციების გაერთიანება. ქვეყანაში იყო უპრეცედენტო მართლა შემთხვევა, უპრეცედენტოს მართებულად ვიხმარ ამ შემთხვევაში, რომ კერძო და საჯარო სექტორმა მოახერხა ერთ პლატფორმაზე დაიწყო მუშაობა. 4 წლის განმავლობაში ტურიზმის რეფორმაზე ვიმუშავეთ ერთად მათივე ლეგიტიმაციით. ანუ კერძო სექტორი ვერ ჩაერთვება ვერანაირ რეფორმაში თუ საჯარო სექტორის კეთილინება არ არის და მზაობა კერძო სექტორის მხრიდან. თუმცა ეს კანონი დღეს საერთოდ ყველაზე მნიშვნელოვანია და რაღაცა იმიტომ ჩაიკარგა ეს ყველაფერი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყანამ განახორციელოს პროგრესული რეფორმა. სხვა დანარჩენი არის манипуляция და სხვა დანარჩენი არის ნამდვილად მოგონილი და რეჟიმზე დაქვემდებარებული და მორგებული ნარატივი. რატომ? თუ ინსტიტუცია არის ძლიერი, თავისი საკანონმდებლო ბაზით და აქვს მჭიდრო თანამშრომლობა კერძო სექტორთან. მაშინ ყოველთვის ერთად ივლის. თუ სხვანაირად წავიდა როგორც აი ხა მიდის პროცესები, რომ დამოუკიდებლად უნდა შეიმუშაონ კანონი, თავი აღიარონ როგორც მარეგულირებელმა, თავის თავს უნდა მიცენ მანდატი, მარჯვნივაც ესენი უნდა იყვნენ, მარცხნივაც. ანუ კერძო სექტორის საქმეც მათ უნდათ რო აკეთონ და საჯარო სექტორის საქმეც თან თითიც უნდა გიქნიონ, რომ მოიცადე ხა რას ქვია, კაი მოლოდინები არ არის, არ არის კარგი მოლოდინები, იმიტომ რომ არსებული პოლიტიკური სიტუაცია ეს ისეთი სფეროა, რომ ყისიერად ახდენს გავლენას. აი როგორც მაია ომიაძე ამბობს და მათ შორის მარიამ ქრივიშვილმაც თქვა ერთ-ერთ ეთერში, რომ ტურიზმი არის ციფრები და ეს ციფრები სხვა რამეზე მეტყველებსო, მათ შორის მაია ომიაძემ თქვა, რომ ცალკეული ადამიანების თუ ბიზნესმენების განცხადება, რომ რაღაცა ცუდად არის ან ცუდად იქნება, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ასე მოხდება, რადგან მისი თქმით საერთო სურათი და სტატისტიკა სხვა რამეს გვაწევს. პოლიტიკური საჯარო პირების განცხადებები უკვე გახდა რეჟიმის რუპორული ცნებები, რომელიც აცდენილია კერძო საჯარო პარტნიორობას ძალიან დიდი წუხარება შემიძლია ამის გამო გამოხატო, იმიტომ რომ ეს არ იყო ის პოლიტიკური კურსი, რომლითაც აქამდე ვითარდებოდა ტურიზმი მდგრადად. ხშირად იმეორებენ, რომ ტურიზმის მდგრადი განვითარება და დივერსიფიცირებული ბაზრები. მე ვერ გავაკეთებ კომენტარს თუ რატო ამბობს რეჟიმი ასეთ, რატო სახავს ასეთ სურათს, რომელიც არ მოიტანს კეთილდღეობას, თუ პრობლემებს არ გაუსწორებ, თვალ იმას ვერ მოაგვარებ, ეს ერთი და მეორე, ერთი ხელით აკეთებ ერთ საქმეს, გინდა რომ ქვეყანას ქონდეს კარგი რეპუტაცია და 33 მილიონის დახარჯვას აპირებ ქვეყნის რეპუტაციის საკეთილდღეო და მეორეს მხრივ პოლიტიკურად ისეთ კურსი რჩევ, ლანძღავ, აგინებ იმ ქვეყნებს, საიდანაც ელოდები ტურისტულ ნაკადებს და შემდეგ უკვე კერძო სექტორისთვის ხდება ძალიან რთული. შენ რომ გალანძღავ ქვეყანას, ან ქვეყანა დაგასანქცირებს, როგორ უნდა აწარმოო მერე კომერციული ურთიერთობები. რაც მთავარია, მოდით დავასრულებ. რას ამბობს მარიამ ქრივიშვილი და რას ამბობს მაია ომიაძე, ეს არის ერთი საკითხი და რეალობა, რომელიც ყოველდღიურად მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება. ტურიზმი როგორ ჩვენს ქვეყანაში ხო არა რაღაც ინსტიტუციურად განვითარებული, ხო? ადამიანებმა გადაწყვეტეს, რომ რადგან ხედავენ, რომ აი მზრდადი ბაზარია, ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, ეს არის რაღაცა დოქტრინა, რომელსაც ერთხელ გადაწყვეტა, მერე არ უნდა მოერგო შეცვლილ სოციალურ, პოლიტიკურ თუ გლობალურ თემებს. გლობალურად ტურიზმის სფერო შეიცვალა. საქართველოში ტურიზმის სფერო ვერ იცვლება და ისევ დავდივართ გამოფენებზე, ერთი და იგივე, აი სარეკლამო რგოლები ნახეთ, ყოველწლიურად ერთი და იგივე სარეკლამო რგოლი მზადდება ქვეყნის შესახებ. კერძო სექტორის როლი არის დიდი, იმიტომ რომ ეს ბაზარი არის კერძო სექტორი თუ არ გახსნის სასტუმროს, თუ არ დაასაქმებს გასტრონომიულ ობიექტში ადამიანს, ვერ შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. და რა უშლის ხელს ამ განვითარებას? აი, რატო ვერ მივდივართ წინ და მუდმივად რატო ვართ ერთ ადგილზე თქვენს ახსენებთ, ხომ გამოფენები და მუდმივად ისმის, რომ აი წელს ამდენს გავაკეთებთ, ამას გავაკეთებთ, იქ წავთ. ინოვაცია არ არის. აი დღეს მაგალითად თანამედროვე ტრენდებს თუ შევხედავ და ტენდენციებს, აბსოლუტურად შეცვლილი არის ქვეყნების დამოკიდებულება და აი რომელი ქვეყანა აირჩიოს პარტნიორად და რას მიაქციოს ყურადღება. უფრო ხანგრძლივი მარშრუტები, სათავგადასავლო ტურიზმი არის ახლა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული. სათავგადასავლო ტურიზმი რო გაქვს ქვეყანას, როგორც ლანდშაფტი გაქვს, ყველანაირი სერვისი გაქვს და ამ დროს სწორებას აკეთებ აზიის იმ ქვეყნებზე, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებს ეს მიმართულება. აქ ლაპარაკი იმაზე კი არა, რომ ვიღაცა ცუდად მუშაობს, ლაპარაკი არის პირველი გამჭირვალობაზე, მეორე პარტნიორობაზე, რომლითაც დაიწყო და ეს პირობები დადო საჯარო სექტორმა, რომ კერძო სექტორმა თქვა აი კომპანიებმა თქვას, რომ დააგვარეგულირეთ და კი ბატონო, თქვენ იყავით მარეგულირებელი ორგანიზაცია. თუ მე შენ ნდობას გიცხადებ და მე შენ იწყებ
გაყალბებული სტატისტიკის მოწოდებას. არა სიზუსტე არ არის კერძო სექტორის მოსმენის რეჟიმი. გაყალბებულ სტატისტიკაში რას გულისხმობთ? მანიპულაციაა ციფრი. მაგალითად რუსეთის სტატისტიკა რომ დამალეს და რუსეთის სტატისტიკის დამყარების მიღმა უნდა ავხსნათ, რატომ იყო რუსეთიდან შემოსული აი საზღვარი ვინც გამომახა სახმელეთოც და საჰეროც ეს ციფრები რატომ არის მაღალი? აი რითი ხსნის, თქვენ თუ უსვამთ კითხვას, ბუნებრივია, უნდა გაგცენ პასუხი. 2024 წელს რამ განაპირობა, რომ ისევ მეზობელი ქვეყნები არიან წამყვან პოზიციაზე, თუ 5 მილიონზე ვსაუბრობთ, აქედან 1.400.000 რუსეთიდან არის. განმარტება არის, რომ მეზობელი ქვეყნებიდან ყოველთვის ასეა და ყველა ქვეყანაში ასე ხდება. და მაშინ მარკეტინგულ ღონისძიებებს ევროპაში რატო ახორციელებ, თუ არავითარი ეფექტი ამას არ აქვს და ქვეყნებს, სადაც არანაირი მარკეტინგული ღონისძიებები არ გვაქვს, მზრდადი პოტენციალია და ქვეყნებში, სადაც ვამბობთ, რომ 20 მილიონს, 30 მილიონს მხოლოდ კომუნიკაციაში ვხარჯავთ. იქ არ გვაქვს შედეგები. ესე იგი რაღაცა მოქმედებს ამაზე, ხო? ამას უნდა შესწავლა, შეფასება, დაჯდომა, გაანალიზება და არა, უბრალოდ ეხა სურათის წარმოდგენა. სურათი გასაგებია, კითხვებზე პასუხი შეხვედრაზე ვერ მოვისმინეთ. ყველა პასუხი, რომელიც იყო მცდელობა თავის მართლების რეჟიმში, რომ როდესაც რეფორმას ვაკეთებდით ერთად სამუშაო ჯგუფებში ვიყავით, ალიანსი და საჯარო სექტორი ერთად და 6 თვე არავითარი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა არ მომხდარა. და რატომ რა არის ამის მიზეზი, რამ განაპირობა დაპაუზება ამ კანონის განხილვისა, მაშინ როდესაც აქამდე მუდმივად ხდებოდა. ცვლილებებმა, რომელიც პოლიტიკური ნიშნით, ერთი რომ დონორებთან ურთიერთობა შეწყვეტეს და დამოუკიდებლად, მათ არ აქვთ არც რესურსი, არც ცოდნა და არც გამოცდილება, რომ ესეთი ტიპის რეფორმები აკეთონ, ანუ ქვეყნის ორიენტირი აღარ არის რეფორმების კეთება, ეს ერთი. მეორე, ჩვენი რეფორმის მთელი არსი იყო, რომ ერთის მხრივ ქართული ორგანიზაციების უფლებები ყოფილიყო დაცული, იგივე გადახდის უუნარობისაგან დაიცვა მგზავრები და ასევე ევროდირექტივების ჰარმონიზაცია. თუ პოლიტიკური ვექტორი აღარ არის ევროპასთან დაახლოება, მაშინ ბუნებრივია ეს საინტერესოა, ჩვენ არ ვიცოდით, რატომ შეწყდა, იმიტომ რომ ჩვენ გავაგრძელეთ მათთან თანამშრომლობა და მოლოდინის რეჟიმში ვიყავით, თქვათ ახალი პარლამენტი რომ შედგებოდა, დაიწყებოდა, განახლებოდა ამაზე მუშაობა. არავითარი, აი ერთი წინადადებაც კი და ანუ რუსული კანონის მიღების შემდეგ ეს რუსული პროცესი კანონის მიღების შეწყდა. შემდეგ დონორებმა შეწყვიტეს მთავრობასთან კომუნიკაცია. თავარი დონორები ვინ იყვნენ? ერთი როგორც ვიცით USAID-ია. დიახ, USAID, რომელიც იმ რეფორმებს ახორციელებდა და ფინანსურადაც და ადამიანური რესურსითაც ეხმარებოდა მას ტურიზმის ადმინისტრაციას ამ რეფორმის განხორციელებაში. როგორც კი შეწყდა ეს პარტნიორობა, დამოუკიდებლად ვერ შეძლო ამ ინსტიტუციამ რეორგანიზაცია განეხორციელებინა პირველ რიგში, იმიტომ რომ აი დასაქმებული ადამიანები ძალიან პატივსაცემი ჩვენი მეგობრები, იმიტომ რომ მთელი წლების ურთიერთობა გვაკავშირებს, სადაც მართლა ერთად პირველ ნაბიჯებს ვდგამდით ვიზა ლიბერალიზაციიდან დაწყებული, ხა მაშინ მე ავიაკომპანიას წარმოვადგენდი და მართლა ნაბიჯ ვიმუშავეთ. ყველაზე გულდასაწყვეტი ეს არის. რატომ არ გააკეთეს? იმიტომ რომ რესურსი არ არიან მზად. დამოუკიდებლად მთავრობის ამ შტოს არ აქვს შესაბამისი რესურსები გახდეს ამ სფეროს მარეგულირებელი. და მაყურებელმა კიდევ ერთხელ უნდა გაიგოს ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება ჩვენთვის, მათ შორის USAID-ის, რომელსაც ქართული ოცნება, რომელსაც ამბობს, რომ პრეტენზიაც ეს ქონდა კერძო სექტორს, რომ შენ თუ ატყობ, რომ სიტუაცია შეიცვალა, აღარ ყავს დამხმარე დონორი. კი ბატონო, მაშინ ეს 33 მილიონი იდეის დონეზე მაინც გამოთქვი, რომ მოდით მოვახმაროთ შიდა რესურსების, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რეორგანიზაციას, ახალი პროდუქტების შეთავაზებას ბაზრებისთვის და ერთი წელი ამაზე ვიმუშაოთ ერთობლივად, რომ გასაგებია რომ რაღაცა მსოფლიო გლობალური პოლიტიკური კურსი იცვლება და ხომ და ვადაპტირდეთ ამასთან. ანუ შენი პარტნიორი საჯარო ორგანო არ გამზადებს, არ გაფრთხილებს, არ გეხმარება, რომ ადაპტირდე ახალ რეალობასთან. თუმცა არ გაქვს ისეთი პირდაპირ პასუხი და აზიისკენ აქვს გეზი თუნდაც. ცუდი არ არის, იმიტომ რომ მსოფლიოში ტენდენციებს უნდა მიიღო, ეხა ტურიზმი არ არის სფერო, სადაც მართლა მხოლოდ ევროპას უნდა გააკეთო აქცენტი და არ გაიხედო მეზობელ ქვეყნებში, საიდანაც ფული შემოედინება, ხო, ფულზე არის საუბარი, მაგრამ იქ ხარისხზე არის ლაპარაკი. თუ კი შენ სტრატეგიაში გაქვს, რომ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი გინდა მოიზიდო, რა ნაბიჯებს დგამ საამისოდ, მაგალითად ინდოეთის ბაზარზე, რა ნაბიჯებს დგამ ჩინურ ბაზარზე. ვიცით, რომ ეს არის გიგანტი ბაზრებია, რომელიც ჩაყლაპავს ქართულ საწარმოებს. აი პირდაპირ გეუბნებით, ყველა ნანული დეიდა, რომელიც ხსნიდა მცირე და საშუალო მარანს, ან მცირე სასტუმროს, დარჩება ლუკმა პურის გარეშე. სესხი ექნება, იმიტომ რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში რეგიონებში განსაკუთრებით დონორების დახმარებით ხდებოდა, მათი ფინანსური დახმარებით ხდებოდა რიგითი მოქალაქეების მცირე მეწარმეების ხელშეწყობა. სამთავრობო პროგრამები ძირითადად მსოფლიო ბანკზე იყო მიბმული, ან სხვა დონორებზე. ანუ როდესაც მოდის შენთან აწარმოე საქართველო, ჩემი გადახდილი გადასახადებიდან არ უნდა იხდიდეს ამას, ხო, ინვესტიციებს უნდა იზიდავდეს და ასე შემდეგ. ანუ რიგითი ნანული დეიდა ვერ ხდება, რომ როცა აწარმოე საქართველო, მოდი
მიდის შენთან, ის მოდის პარტნიორ სტრატეგიულ ქვეყნებთან ერთად მათი ფულადი სახსრებით. აი ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, რომ იმ გზების დაწვა დავიწყეთ, ვისთან ერთადაც თვითონ მთავრობამ გვიტყვა, აი ჩვენ მაგალითად 3 წელი სრულიად უსასყიდლოდ როგორც ორგანიზაციამ ვიმუშავეთ. შემდეგ მთავრობამ და პარლამენტმა გაგვიწია რეკომენდაცია დონორთან, რომ დონორისგან ელემენტარული კვლევების, პოლიტიკის დოკუმენტების, რეკომენდაციების შემუშავების ესეთი უფრო ფართომასშტაბიანი შესაძლებლობა ქონოდა. რაზეც შენ მირჩიე, რომ ამასთან იმუშავეო და მითხარი, რომ დაგეხმარებაო, იმაზე მეუბნები ახლა, რომ აგენტი ხარ, გაუმჭირველეთ მუშაობს, ძალიან საწყენია. ჩვენ მქონდა ეს შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან და პირდაპირ ჩვენ მართლა ღია ურთიერთობა გვაქვს და დავაფიქსირეთ, რომ ძალიან საწყენია, რომ მე და მაია ომიაძე ერთმაგიდასთან რო ვხედავთ, მე რო პოლიტიკის დოკუმენტს ვუწერ, რეკომენდაციას ვუწერ კერძო სექტორიდან და ის რო ამაზე მე უკუგებით პარლამენტთან მუშაობს. მე რატო ვარ აგენტი? მაია ომიაძე აგენტი არ არის. 10 მილიონი დახარჯეს დონორებმა, აი ზუსტად ამ რეფორმის განსახორციელებლად. ესე იგი, ეს არის ალბათ 100-ჯერ მეტი, ვიდრე კერძო სექტორში დაიხარჯა. ძალიან საწყენია, ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ საქმიანად რომ მიუდგეთ და არა მარტო სენტიმენტებზე თუ სამოქალაქო პოზიციებზე ვისაუბროთ, ეს არ არის ის პარტნიორობის მანდატი, რაზეც შეთანხმდა კერძო და საჯარო სექტორი. ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთად რაღაცა ერთობლივი ძალებით ბიზნესის ჩადებდა თავის რესურსს, საჯარო სექტორი. ერთობლივად იმუშაობდით და მიხვდებით შედეგად. უფულოდ, უსამსახუროდ და კიდე მეუბნები რომ ვიტყუები და მე მინდა ქვეყნისთვის ცუდი, მაშინ კერძო სექტორის დამოკიდებით კერძო სექტორი არ გაჩერდება. კერძო სექტორმა უკვე დააგროვა იმ მთელი 10 წლის განმავლობაში, ცოდნაც აქვს, გამოცდილებაც აქვს, ბაზრებს როგორ ელაპარაკოს იცის. მაშინ აფსაიდში ბოდიში ამ სიტყვის გამოყენებისთვის რჩება საჯარო სექტორი, რომელიც არის აროგანტული, არ არის თანმიმდევრული, ვერ აკეთებს კოორდინაციას სხვა საჯარო სექტორთან. ძალიან ხშირად ხდებოდა ხოლმე, რომ თქვათ კულტურის სამინისტრო რაღაც დიდ ღონისძიებას აკეთებს და ტურიზმის ადმინისტრაციამ საერთოდ არ იცის ამის შესახებ. იხარჯება ბევრი მილიონი ქვეყნის ცნობადობის გაზრდაში, კულტურული მიმართულებით და საერთოდ ინფორმაცია არ შიგნით აქვთ პრობლემები. მოაგვარონ შიგნით. ჩვენ არ ვართ სფერო, რომელსაც უნდა რადიკალური რყევები ქვეყანაში. პირიქით, ტურიზმი, ავიაცია არის სფერო, რომელსაც ჭირდება შვიდობა და რომელსაც ჭირდება სტაბილური მდგრადი განვითარება და ავიაციაზეც ვიტყვი ორ სიტყვას. მე მგონი ეკონომიკის მინისტრიც აცნობიერებს, რომ ის არის ქვეყანაში უმაღლესი საავიაციო ხელისუფალი და გავრცელებული ინფორმაცია სოხუმში განხორციელებულ ფრენებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ხშირად კერძო სექტორი აი ხა 2 დღე მოგმართავს, რომ გვაქვს თუ არა ინფორმაცია. ჩვენ დიდი ბოდიშის მოხდით, ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ საჯარო სექტორმა, მათ ვინც განსაზღვრავს საავიაციო პოლიტიკას, გააკეთოს განმარტებები, რა ფრენა განხორციელდა, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი სოხუმის აეროპორტი რამდენად ლეგიტიმური იყო, რომ მიიღო ნებისმიერი ფრენა და ეს ერთჯერადად მოხდა თუ ხალხმა არ ინერვიულოს. თქვენი მოქალაქეები ნერვიულობენ, რომ აქვთ განცდა, რომ რაღაც ისეთი ხდება, რომელიც ჩვენ არ ვიცით. გამჭირველი ინფორმაცია და პარტნიორობა. მადლობა თამუნა, საინტერესო საუბრისთვის. საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის თანადამფუძნებელი თამუნა თანდაშვილი იყო საქმის კურსის დღევანდელი სტუმარი. მე ამით 17 საათსა და 40 წუთამდე გემშვიდობებით დროებით.